უძველესი ცივილიზაციიდან დაწყებული უნიკალური ბუნების ფენომენით დამთავრებული. დღეს თქვენ ნახავთ აღმოჩენებს, რაც ადამიანის თვალისგან დამალული იყო მრავალი წლის მანძილზე. ნახავთ ადგილებს, რომლის არსებობაც წარმოუდგენელი იყო და მათ ისტორიებს მოისმენთ. დარჩით ჩვენთან ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ. მტრედი საკვამურში. ბრიტანელი მზვერავი მტრედი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ასობით მილის გავლით სამშობლოში დაბრუნდა, სასიკვდილო გზას შეეჩეხა. მტრედი დაღლილი დაეშვა სარიში და იქვე მდებარე საკვამურზე დაჯდა, მაგრამ ბუხრის კვამლისგან მოწამვლის შემდეგ მოკვდა. მტვერში მტრედის ნეშტთან ერთად მფლობელმა აღმოაჩინა წითელი კაფსულა, რომელშიც შედიოდა ხელნაწერი, კოდირებული შეტყობინება. ეს შეტყობინება გადაეცა ბლეჩლის პარკის კოდის მომხსნელებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ენიგმას კოდის გატეხვაში და ომის მალე დასრულებაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წითელი კაფსულა, რომელიც აღმოჩენილი იქნა, დამახასიათებელია სპეციალური ოპერაციების საწარმოების მიერ გამოყენებული ტექნიკისთვის. ეს ორგანიზაცია ახორციელებდა საბოტაჟის მისიას, როგორც არ რკინიგზების, ხიდებისა და ქარხნების განადგურება გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მსოფლიო მეცნიერების გაოცებას იწვევს იორდანიაში აღმოჩენილი უზარმაზარი გეოგლიფები. ეს წრეები არ ჩანს თუ მას ზემოდან, ვერტმფრენდან ან დრონით არ გადმოხედე. მათი დიამეტრი 9 კილომეტრია. პირველად ისინი 1920-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარებულია, მაინც არ იციან თუ რატომ ან რისთვის შექმნეს ეს წრეები ძველად მცხოვრებმა ადამიანებმა. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა, იყო ის, რომ გეოგლიფები დამზადდა დაახლოებით 2000 წლის წინათ. ეს მართლაც საინტერესო და იდუმალებით მოცული აღმოჩენაა. ქალაქი მოჩვენება. ნამიბიაში უდაბნო შუაგულში მდებარეობს კოლმანსკოპი, ერთ დროს აყვავებული სამთო დასახლება, ხოლო ახლა მიტოვებული ქალაქი მოჩვენება, რომელიც ბუნებამ თითქმის მთლიანად ქვიშით დაფარა. მისი ისტორია 1908 წელს იწყება, როდესაც გერმანელებმა აქ შემთხვევით აღმოაჩინეს ალმასები. ამ აღმოჩენამ დიდი ალმასის ციებ-ცხელობა გამოიწვია, რაც ნამიბიის უდაბნოში უამრავ ადამიანს იზიდავდა. რამდენიმე წელიწადში კოლმანსკოპი გადაიქცა მდიდრულ დასახლებად, რომელიც თანამედროვე ევროპული ქალაქის მინიატურული ვერსია იყო. აქ იყო ევროპული სტილის ვილები, თეატრი, კაფეები, სარეცხის ქარხნები და საავადმყოფოც კი, სადაც პირველი რენტგენის აპარატიც კი მიიტანეს აფრიკაში. თუმცა 1920-იანი წლებისთვის ალმასების მარაგი ნელ-ნელა ამოიწურა. სულ 12 წელიწადში მოსახლეობამ გააქრო იქ ალმასი. როდესაც სამხრეთი ორმანშას მახლობლად აღმოაჩინეს ახალი, უფრო მდიდარი ალმასების საბადოები, მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო და 1956 წელს კოლმანსკოპი საბოლოოდ მიტოვებული გახდა. დღეს ქალაქი თითქმის მთლიანად ქვიშით არის დაფარული. დიუნების შენობებშია შეჭრილი და ოთახები თითქმის მთლიანად ქვიშაშია ჩაფლული. დიუნი ქვიშიანი ბორცვი ან ბორცვებია, რომელიც წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე, ზღვის, ტბის ან მდინარის ქვიშიან სანაპიროებზე. კოლმანსკოპი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია გახდა. განსაკუთრებით ფოტოგრაფებისთვის, რადგან მისი სურეალისტური გარემო უნიკალურ სანახაობებს ქმნის. ეს ქალაქი ასახავს გერმანული კოლონიალური წარსულის მნიშვნელოვან პერიოდს. ხოლო მისი მიტოვება გვახსენებს ბუნების ძალას და იმას, თუ როგორ შეუძლია ბუნებას დაიბრუნოს ადამიანის მიერ შექმნილ. კოლმანსკოპი დღეს გვიამბობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიმდიდრე და აყვავება დაიცალოს მნიშვნელობისგან და დარჩეს მხოლოდ ქვიშით დაფარული წყდიად. უძველესი ადამიანი. ნიუ-მექსიკოში ვაიტსენსის ეროვნულ პარკში აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი, რომელიც 1000 წლეულებს ითვლის, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანის არსებობის შესახებ. ეს ნაკვალევი დაფიქსირდა მშრალი ტბის ფსკერზე, სადაც ტალახში ჩაჭედილი ნაბიჯები 1000 წლეულების განმავლობაში შენარჩუნდა. მეცნიერებმა რადიოკარბონული დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანები ამერიკაში ყინულის ხანის პერიოდში ცხოვრობდნენ, რაც 1000-ობით წლით ადრეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ნაკვალევის განლაგება მიუთითებს, რომ იქ მოზარდები და ბავშვები იმყოფებოდნენ, რაც გვაძლევს წარმოდგენას მათი ყოველდღიური ცხოვრების, სოციალური ქცევისა და საქმიანობის შესახებ. მათი თანაარსებობა მამონტებთან და გიგანტურ ზარმაცებთანაც კი. ეს ყოველივე კი იმას მიანიშნებს, რომ ისინი ადაპტირდნენ იმ პერიოდის მკაცრ გარემოში. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის განვითარებას და მიგრაციის შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მანამდე ფიქრობდნენ, რომ ადამიანები ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლით მოვიდნენ. ვაიტსენსის ნაკვალევი არამხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანების ისტორიის გადახედვას მოითხოვს, არამედ გვიჩვენებს, როგორ შეძლეს მათ გადარჩენა და ადაპტაცია ყინულის ხანის მკაცრ პირობებში. ეს ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენი წინაპრების ცხოვრების, კლიმატური პირობების და ეკოლოგიური გარემოს
გარემოს შესახებ, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. ვაიცენცის კვლევები გრძელდება და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ დეტალს გამოაჩენს ადრეული ადამიანის მიგრაციისა და არსებობის შესახებ, რაც ახალ ფურცელს გადაშლის ადამიანის განვითარების შესწავლაში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გამორჩეული ბუნებრივი ფენომენი. ეს წრეები ფართოდ ხდება ნამიბიის უდაბნოში და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბუნებრივ ფენომენად. ფერიების წრეები არის მრგვალი, მცენარეებით უხვად გარშემორტყმული შიშველი ქვიშის ადგილები, რომლებიც უდაბნოს ლანდშაფტს არაორდინალურ იერს აძლევს. თითოეული წრე ზომით რამდენიმე მეტრიდან შეიძლება 20 მეტრამდე დიამეტრის იყოს. ფერიების წრეების წარმოშობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, თუმცა ორი ყველაზე მთავარი ჰიპოთეზაა. მეცნიერები თვლიან, რომ წრეების შესაძლოა ტერმიტების მუშაობის შედეგი იყოს და ტერმიტები ნიადაგში აშენებენ სისტემას, რომელიც წყლის კონცენტრირებას უწყობს ხელს და ეს იწვევს მცენარეების განსხვავებულ განაწილებას. სხვა თეორიის თანახმად, მცენარეებს შორის წყლის რესურსებზე მიმდინარეობს ბუნებრივი კონკურენცია, რაც ქმნის ასეთ უნიკალურ ფორმებს. ფერიების წრეები ასახავს ბუნების თვითორგანიზების უნარს, რაც ეკოლოგებს და გეოლოგებს დიდად აინტერესებთ. ეს ადგილი ტურისტებისთვისაც გამორჩეულია, რადგან წრეების ნახვა შორიდან საოცარ თითქმის არამიწიერ სანახაობას ქმნის. ადგილობრივი ხალხისთვის, რომელსაც ჰიმბატომი ჰქვია, ფერიების წრეები სულიერი და მითოლოგიური დატვირთვის არის. მათთვის ეს არის ღმერთების ნაკვალევი ან ფერიების ცეკვის ადგილი. სწორედ აქედან გამომდინარე დაარქვეს მას ეს სახელიც. ნამიბიის ფერიების წრეები დღემდე რჩება სამეცნიერო კვლევის და ტურისტული ინტერესის საგნად. ეს უნიკალური ფენომენი ბუნების გამორჩეულობას და დედამიწის საოცარ მრავალფეროვნებას ასახავს. ატლანტიკის ოკეანეში ირლანდიის სანაპიროსთან ზღვის დონიდან 3 მილის სიღრმეზე აღმოჩენილი იქნა უნიკალური განძის კოლექცია. ამ ჩაძირული გემიდან ამოიღეს 1000-ზე მეტი ვერცხლის ზოდი. ეს საოცარი აღმოჩენა ცნობილია როგორც ყველაზე მძიმე ძვირფასი ლითონების კოლექცია, რაც ოდესმე ჩაძირული გემებიდან ამოღებულა. ჯამში ამოღებული იქნა 1203 ვერცხლის ზოდი, რაც დაახლოებით 43 ტონა ვერცხლი იყო. ეს ვერცხლი გადაჰქონდა SS გერსოპას, 412 ფუტიან ფოლადის გემს, რომელიც 1941 წლის თებერვალში გერმანულმა წყალქვეშა გემმა ჩაძირა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა გემი თავს დაესხა კომერციულ გემს, რომელიც ირლანდიის გალვეის მახლობლად მიცურავდა. იმ დროს გემი იყო ბრიტანეთის მთავრობის ომის რისკის დაზღვევის პოლიტიკის ფარგლებში, რის შედეგადაც მფლობელებმა მიიღეს 325,000-იანი კომპენსაცია. ერთ-ერთმა კომპანიამ მოგვიანებით იპოვა გემი და ამოღებული ვერცხლის ღირებულების 20% დაიტოვა. როცა გემი დაიბომბა, მასზე იმყოფებოდა 83 მეზღვაური და 2 არტილერისტი. გერმანელების თავდასხმის დროს ეკიპაჟი ცდილობდა გემის დატოვებას, თუმცა მხოლოდ 1 ადამიანი გადაურჩა ამ ყოველივე. საიდუმლო კიბე. ეს ამოუხსნელი კიბე, რომელიც გიზას პლატოს მახლობლად აბურავაშის რეგიონში უდაბნოში აღმოაჩინეს, ბევრ საინტერესო კითხვას იწვევს. ქვის ზედაპირზე ზუსტად ამოჭრილი კიბე რამდენიმე მეტრით ჩადის მიწის ქვეშ, რითაც უძველესი ადგილის მომხიბვლად და ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელ განზომილებას ხსნის. ზედაპირზე გაკეთებული სწორი და ზუსტი ჭრილი მიუთითებს მოწინავე ინჟინერიაზე, ხოლო მისი კავშირი გიზის პლატოს ფართო არეალთან მიგანიშნებს, რომ ქვიშის ქვეშ შესაძლოა კიდევ მრავალი საიდუმლო იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის საბოლოო დანიშნულება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, საწყისი საფეხურები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა ხილული ზედაპირის ქვეშ ღრმა ნაწილამდე გრძელდებოდეს. შესაძლოა მიწის ქვეშ აწყლებამდეც კი. როგორც ჩანს, ამ ადგილის გათხრები ახალი დაწყებულია, რადგან სტრუქტურა სავარაუდოდ ქვიშის ქვეშ იყო დამალული, სანამ აღმოაჩენდნენ. ახლა მთავარი კითხვა: ვინ დაიწყო ეს გათხრები და რა იმალება ამ მომხიბვლელი კიბის ბოლოში? ეს აღმოჩენა დამატებით საიდუმლოებას ძენს, ისედაც შთამბეჭდავდა უძველეს ლანდშაფტს. პორტუგალიის ჩრდილოეთით მინიოს მხარეში მიედინება მდინარე ლიმა, ერთი შეხედვით მშვიდი და ლამაზი ნაკადი, რომელიც პატარა ქალაქ პონტი-დე-ლიმას გვერდით გადის და თითქოს დროის მდუმარე მატარებელია. მაგრამ როცა წყლის დონე იკლებს, განსაკუთრებით გვალვების დროს ან სეზონურად, მდინარის ფსკერზე ჩნდება უძველესი ნანგრევები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წყლის ქვეშ იმალებოდა. ყველაზე თვალშისაცემია ხიდის ძველი საფუძვლები, რომაული ხანის ქვებით ნაგები რკალისებრი კონსტრუქციები, რომლებიც კლდოვან ფსკერზე გადაჭიმულია და ნელა იძენს ფორმას, თითქოს წყლიდან ამოდის. ეს არ არის უბრალოდ რამდენიმე ქვა. ეს არის იმ დროის ნაშთი, როცა რომაელები ამ რეგიონში გზებს, ხიდებსა და ქალაქებს აშენებდნენ და მდინარე ლიმა მათთვის არა მხოლოდ წყლის წყარო, არამედ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზა იყო. პონტი-დე-ლიმა ითვლება პორტუგალიის უძველეს ქალაქად და სწორედ აქ გადიოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომაული გზა, რომელიც მდინარეზე გადებულ ხიდს ეყრდნობოდა.
როცა წყალი იკლებს, ხიდის ძველი თაღები, ქვები და მყარი საძირკველები ცხადად იჩენს თავს. ზოგი ქვაზე ამოტვიფრული ნიშნებიც კარგად ჩანს, რაც მიუთითებს, რომ აქ საქონლის გადასატანი ურიკები და ადამიანები ხშირად გადადიოდნენ. გარდა ხიდისა, ხშირად ჩნდება პატარა ნავსადგურები, კლდეში ამოჭრილი პორტების მსგავსი ადგილები, სადაც სავარაუდოდ რომაულ ნავებს აჩერებდნენ და ტვირთს ტოვებდნენ. მდინარე ლიმას ფსკერი ერთგვარად ხდება ისტორიული რუკა, რომელსაც წყალი მხოლოდ დროებით ფარავს და შემდეგ ისევ აჩენს. თითქოს წარსული თავად იძლეოდეს ხმას. როცა მდინარის კალაპოტში მიდიხარ და ხელით ეხები ამ ქვებს, გრძნობ იმ დროთა სუნთქვას, როცა აქ სიცოცხლე დინებით მიდიოდა, რიტმულად, წყლის მოძრაობის თანახმად და ყოველი ქვა თითქოს საკუთარ ამბავს გიყვება. იამაშიტას ოქროს ლეგენდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტომოიუკი იამაშიტა ხელმძღვანელობდა იაპონიის 25 არმიას, რომელმაც მალაიასა და სინგაპურის დაპყრობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იამაშიტას ოქრო ან იამაშიტას განძი აღნიშნავს იაპონიის იმპერიული ჯარების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომის დროს მოპოვებულ განძს. ამბობენ, რომ ეს განძი დამალული იყო ფილიპინებში, ჩრდილოეთ ნაწილში, მიწისქვეშა გვირაბებში. მიუხედავად იმისა, რომ განძის არსებობა უამრავმა განძის მაძიებელმა შეისწავლა, მისი არსებობის მიმართ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მსოფლიო მეცნიერების გაოცებას იწვევს იორდანიაში აღმოჩენილი უზარმაზარი გეოგლიფები. ეს წრეები არ ჩანს თუ მას ზემოდან, ვერტმფრენიდან ან დრონით არ გადმოხედე. მათი დიამეტრი 9 კილომეტრია. პირველად ისინი 1920-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარებულია, მაინც არ იციან თუ რატომ ან რისთვის შექმნეს ეს წრეები ძველად მცხოვრებმა ადამიანებმა. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა, იყო ის, რომ გეოგლიფები დამზადდა დაახლოებით 2000 წლის წინათ. ეს მართლაც საინტერესო და იდუმალებით მოცული აღმოჩენაა. ეს ადგილი ასობით ერთმანეთზე მსგავსი ფეშენებელური ვილა, ევროპული სტილის ფასადებით და ფრანგული აივნებით. ეს ყველაფერი აშენდა მომავლისთვის, განკუთვნილი იყო შეძლებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვინც ახალ ცხოვრებას სიმდიდრით, ელიტარული კომფორტით და პრესტიჟით იწყებდა. მაგრამ დღეს აქ არავინ ცხოვრობს, ქუჩები დუმს, ფანჯრებით სარიელია, სადარბაზოებს არც წყვილი სიცილი მოჰყვება და არც ბავშვის ტირილი. ეს არის ჩინეთის მიტოვებული მდიდრული ქალაქი ვილების მოჩვენება, ქალაქი, რომელიც არასდროს გაცოცხლებულა. ყველაფერი დაიწყო ოცნებით. შეექმნათ საცხოვრებელი უბანი, რომელიც ევროპული სტილის ყველაზე დახვეწილი არქიტექტურით იქნებოდა გაფორმებული. დიდი პროექტი დაიგეგმა, ასეულობით 2 სართულიანი და 3 სართულიანი ვილა აშენდა ერთდროულად. მათ ჰქონდათ აივნები, თაღოვანი ფანჯრები და სვეტები, მარმარილოს იმიტაცია ფასადზე და შიდა ეზოები, რომლებშიც ძვირად ღირებული მანქანების პარკირება უნდა მომხდარიყო. პროექტს მისცეს სიცოცხლის იდეა, ქალაქი, სადაც სიწყნარი და კეთილდღეობა გაერთიანდებოდა, უსაფრთხოება და მდიდრული იზოლაცია იქნებოდა გარანტირებული და ასე შემდეგ, მაგრამ ოცნება აუხდენელი დარჩა და ეს პროექტი არასდროს დასრულებულა. მას შემდეგ, რაც ვილები დასრულდა, ბაზარი გაიყინა. საცხოვრებლების ფასი აღმოჩნდა მიუწვდომელი იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისთვისაც ისინი აშენდა. ადგილზე არ იყო საჭირო ინფრასტრუქტურა, არც სკოლა, არც ჰოსპიტალი, არც მეტრო, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ინვესტორებმა უკან დაიხიეს. მყიდველებმა კი უარი თქვეს, არც ტურისტები ჩადიოდნენ და ეს არ იყო ადგილი სანახავად, ეს იყო ადგილი საცხოვრებლად. სახლები ჩაიკეტა ისე, რომ არასდროს გახსნილა. შიგნით ავეჯიც კი არ შეუტანიათ. ზოგი სახლის იატაკზე ჯერ კიდევ დაგებულია პლასტმასის დამცავი ფენა, რომლებიც მშენებლობის დროს გამოიყენეს ახალ-ახალ იატაკზე. თითქოს დრო გაჩერდა სწორედ იმ წამს, როდესაც მუშებმა თავიანთი ჩაქუჩები დაყარეს და თქვეს: ხვალ გავაგრძელებთო. დრო გავიდა და სახლების კედლებზე უკვე მზის ლაქებია. თითქოს ადამიანი წუთი-წუთზე დაბრუნდება იქ და იმ სადარბაზოების კედლებს შეღებავს, თუმცა არა. ქარი კუთხეებში მტვერს აგროვებს, მინის აივნებზე ღამურები ბუდობენ და ქალაქი იძირება საკუთარ სიჩუმეში. ვილები, რომლებსაც წესით ცხოვრების წუნა ემასპინძლად, დღეს ცარიელია, სულ უფრო ჰგავს ის საფლავებს. აქ არაფერი არ დანგრეულა, ყველაფერი მზადაა საცხოვრებლად, მაგრამ სწორედ ეს მზადყოფნა აქცევს მას ყველაზე უცნაურ მიტოვებულ ქალაქად. ეს ქალაქი დღეს ჩინეთის ეკონომიკური აჩრდილია. დროის გაყინული სურათი თუ როგორ შეიძლება დიდი გეგმა ადამიანების გარეშე უბრალოდ ჩრდილად იქცეს. ეს აღარ არის ადგილი, რომელიც ელოდება მოსახლეს, ეს არის ადგილი, რომელიც ცხოვრებას ვერ დაეწია და ასე დარჩება, სანამ ბუნება საბოლოოდ არ დაიბრუნებს იმას, რაც ადამიანს არ გამოუყენებია. ჩინეთის ქალაქ ჯოუკოუში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნაშთები, სადაც გამოიკვეთა ტექნოლოგიური მიღწევა, რომელმაც ისტორიკოსებიც კი გააოცა. საუბარია თითქმის 4200 წლის წინ აშენებულ სარწყავ და სადრენაჟო სისტემაზე. გათხრების დროს პინგლიანგთაის უძველეს დასახლებაში მიწისქვეშ აღმოჩნდა თიხის მილებით აგებული წყლის გამტარი ქსელი.
რომელიც რთული გონივრულად დაგეგმილი სტრუქტურით აერთიანებდა ერთმანეთთან საცხოვრებელ ზონებს და არხების სისტემას. მილები სპეციალური ფორმით იყო დამზადებული, ისე რომ ერთი მეორეში ჯდებოდა და ქმნიდა მჭიდროდ დაკავშირებულ წყლის მარშრუტს, რაც საშუალებას იძლეოდა წვიმის ან სარწყავი წყლის ზედმეტი ნაკადი სწორად და ეფექტიანად გადაეტანათ ქალაქის გარე მხარეებში. სისტემას ჰქონდა ცენტრალური არხები, გვერდითი განშტოებები და სადრენაჟო ჭები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბნიდან წყალს აგროვებდა და სპეციფიკური დახრილობის წყალობით სიმძიმის ძალის პრინციპით მოძრაობდა არჩეულ მიმართულებებზე. ასეთ არქიტექტურას მხოლოდ ტექნიკურად განვითარებული საზოგადოება თუ შექმნიდა და ეს აღმოჩენა ცხადყოფს, რომ იმ დროის ქალაქები მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ ყოფილა, არამედ გეგმიურად და საინჟინროდ გააზრებული სისტემა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩენა იყო ორი პარალელური ღარი ქალაქის ირგვლივ, რომელიც როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, შესაძლოა იყოს უძველესი ბორბლიანი ეტლის ნაკვალევი, რაც ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას არა მხოლოდ წყლის მართვის ცოდნა ჰქონდა, არამედ ტრანსპორტისა და მოძრაობის ორგანიზების გამოცდილებაც. სწორედ ამ აღმოჩენამ შეცვალა წარმოდგენა იმ დროის ცივილიზაციაზე. აღმოჩნდა, რომ 4000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც არა მარტო თავის გადარჩენა, არამედ ურბანული დაგეგმარება, გარემოზე ზრუნვა და ტექნოლოგიური განვითარებაც კი შეეძლოთ. ეს არ იყო უბრალოდ თიხის კედლებით შემოსაზღვრული სოფელი. ეს იყო ნამდვილი ქალაქი, გეგმიური ქუჩებით, წყლის სისტემით, სანიაღვრე არხებით და თუნდაც მარტივი, მაგრამ კარგად გათვლილი ინფრასტრუქტურით. ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ ტექნიკური გონიერება და გარემოზე ადაპტირების უნარი ადამიანის ბუნებაში ყოველთვის იყო. უბრალოდ ზოგჯერ ყინულმა მიწამ ან დროის ფენებმა ეს ყოველივე დროებით დაფარა. გამოქვაბულებს ხვდებით ლუოიანის სამხრეთით, ჰენანის პროვინციაში, მდინარე ისუის ორივე ნაპირზე და საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ბუდისტური სიბრძნის ძალისა და სიწმინდის კარიბჭად. მაგრამ ეს ადგილი არ არის უბრალოდ გამოქვაბულების ჯგუფი. ეს არის ქვით გაკეთებული ქალაქი, უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომლის თითოეულ კედელზე ამოტვიფრულია ლოცვა, მედიტაციის ხმა. ყველაფერი დაიწყო ჩრდილოელი ვეის დინასტიის დროს, მე-4 საუკუნეში. იმ დროს ბუდიზმი ჩინეთში ძლიერ მკვიდრდებოდა, ხოლო იმპერატორებს სურდათ სულიერადაც დაეტოვებინათ თავიანთი კვალი და ამის საუკეთესო გზა იყო ქვის კედლებზე კვეთა. ასე გაჩნდა პირველი გამოქვაბულები, ღრმა მდინარისპირა კლდეებში, სადაც ბერებს შეეძლოთ განმარტოება და მორწმუნეებს თაყვანისცემა. მაგრამ წლებმა, საუკუნეებმა და იმპერიების ცვლამ ეს ადგილი გადააქცია იმათ, რაც დღეს არის. ათასობით ქანდაკება, ღრმა დამოჭრილი დარბაზები, სვეტები და ნიშნები. კედლები, რომელთა წარწერებიც ბუდისტური ისტორიის თითოეულ თავს ყვება. ყველაზე განსაცვიფრებელი ის არის, რომ ლუნმენის კლდეებში 100,000-ზე მეტი ბუდას ქანდაკებაა ამოკვეთილი. ზოგი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრია, ზოგი კი უზარმაზარი, 17 მეტრამდე სიმაღლის. როცა მის წინ დგები, უბრალოდ მუხლები გეკვეთება. არა სიდიდით, არამედ იმით, რომ ხედავ. ეს არ არის უბრალოდ თქვა. ეს არის თითქოს სული, რომელიც ხელით გააკეთეს. ყოველი ნაკაწრი, ყოველი ღარი, ყოველი თვალის რკალი გაკეთებულია ხალხის მიერ, ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, ვინც ამუშავებდა ამ ქვას. ლუნმენის გამოქვაბულებში თითოეული გამოქვაბული თითქოს თავის სამყაროს გავს. მაგრამ ლუნმენი მხოლოდ სულიერი ადგილი არ არის. ის ასევე ისტორიული დოკუმენტია. გამოქვაბულების კედლებზე არის ათასობით წარწერა, უძველესი ჩინური ენით, რომელიც მოგვითხრობს იმპერატორების ბრძანებებს, მღვდლების შეწირულობებს და უბრალო ადამიანების ლოცვებს. ეს წარწერები არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ადგილი ერთდროულად იყო სამეფო და საერო, სულიერ და საზოგადოებრივი, წმინდა და ძალიან ადამიანური. საუკუნეების განმავლობაში ლუნმენი გადაურჩა ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს და რელიგიურ შუღლსაც კი. თუმცა სამწუხაროდ მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოქვაბულების ნაწილი დაზიანდა, ზოგი ქანდაკება უცხოელებმა წაიღეს, ზოგიც ადგილობრივებმა მძარცველებმა გაყიდეს. მიუხედავად ამისა, დღეს ლუნმენი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული სიწმინდეა.